დადისაითა და წმინდისა სულისაითა. რამდენადაც გასულ 4 შაბათს დაემთხვა ერთი უდიდეს საუხო დღესასწაულთაგანი ფერიცვალება უფლის აღწისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, აქედან გამომდინარე დაუჯდომდელს ვერ აღუვლებდით ღვთისმშობელ მარიამს, რადგან ყველა ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა იყო. მაგრამ ჩვენ ორიოდე კვირის წინ შევიტყვით, რომ ღვთის მადლით უფალი ვფიქრობ შემეწეოდა და შევადგენდით ბეთლემის ღვთისმშობლის დაუჯდომდელს. როდესაც მოვიძიებთ ამათ წყაროებში, ქართულად არ აღმოჩნდა ის არც სლავურ ენაზე, არც რუსულზე, საიდანაც ძირითადში ვთარგმნით დაუჯდომლებს. ამის გამო განვიზრახე, რომ შემედგინა იმ წმინდა გადმოცემის მიხედვით ბეთლემის ღვთისმშობელზე, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია ამ ხატთან დაკავშირებით და ასევე უმდიდრესი ჰიმნოგრაფიული მასალებიდან. აი ღვთის მადლით ჩამოიქნა დაუჯდომელი ბეთლემის ღვთისმშობელის. თქვენ იცით, რომ ურიცხვი, უამრავი ხატი ღვთისმშობელ მარიამისა მიმოფენილია მთელს ქრისტიანულ სამყაროში. მაგრამ ეს ერთადერთი ხატია, რომელიც ერთი თითქოს და პატარა დეტალით გამოირჩევა ყველა ღვთისმშობლის ხატებიდან. კერძოდ, ამ ხატზე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ოდნავ მომღიმარია გამოხატული. ყველა ხატზე ან აქვს კაცრი სახე, ან დამწუხრებული ქრისტეს ღნებების გამო. ეს ერთადერთი ხატია, სადაც ის იღიმება. წმინდა გარდამოცემა კი ამ ხატთან დაკავშირებით გვამცნობს. ჯერ კიდევ ღვთისმშობლის სიცოცხლეში თქვენ იცით, რომ წმინდა ლუკა მახარებელმა, რომელიც 60 მოციქულთაგანი არის და რომელიც იყო მოწაფე ღვთივდიდებული მოციქულისა პავლესი, ამავე დროს მისი მკურნალი ექიმი, თქვენ იცით, რომ პავლე მოციქულს უმძიმესი დაავადება ჰქონდა, მაგრამ ეს ხერს არ უშლიდა, ღვთის სიტყვა დიდი წარმატებით ეკადაგა და აღესრულებინა უამრავი ნიშნასწაულები. და ეს სნეულებაც ამ მოციქულს სწორედ იმის გამო მიეცა, რომ უდიდესი მადლი ჰქონდა აკი მან იმ დროინდელი მსოფლიოს უდიდესი ნაწილი მოიმოწაფა და როგორც ხშირად გვითქვამს იოანე ოქროპირთან ერთად ამ მოციქულთან მიმართებაში, ისეთი როგორც ღვთივდიდებული პავლე იყო, არ ყოფილა ცისფერჭეთში და აღარ იქნება ქრისტეს დიდებით დაბრუნებამდის. და ეს ავადმყოფობა სწორედ იმის გამო ჰქონდა, რომ ერთგვარ ხიბლში არ ჩავარდნილიყო მოციქული, რადგან არათუ მისი ლოცვა, ხელდასხმა და სხვა შეეწეოდა და კურნავდა, არამედ ოფლი რა არის მოციქულისა, ის სამკურნალო ძალას ატარებდა, ისე როგორც მაცხოვრის ნერწყვი, როგორც წმინდა სახარებიდან ვკითხულობთ და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, ლუკა მახარებელი იყო პავლე მოციქულის კურნალი ექიმი, ამავე დროს იყო ხატმწერი. ის იყო პირველი, ვინც ეკლესიაში პირველმა დაწერა ეკაუსტიკის წესით, ესე იგი ცვილის საღებავებით წმინდა ხატი. და ერთხელაც, როდესაც მან 3 ხატი შექმნა ღვთისმშობელ მარიამისა და მიართვა მას, ღვთისმშობელ მარიამა განსაკუთრებულად მოიწონა სწორედ ეს ხატი, რომელსაც დღეს ბეთლემის ღვთისმშობელი ეწოდება, რაც მომღიმარია მას ღვთისმშობელი მარიამი გამოხატული. და იწინასწარმეტყველა დაალოცა, აკურთხა ეს ხატები, ხოლო ბეთლემის ღვთისმშობელზე წარქვა, ვინც ამ ხატის წინაშე სარწმუნოებით ილოცებს, მადლი ღვთისა მიეცემა მას. აი ეს განსაკუთრებული ძალა. კიდევ რა განსაკუთრებულობით, რა ნიჭებით გამოირჩევა, რა მადლით ეს ხატი. კერძოდ ამ ხატთან მართლმადიდებელი ქრისტიანები ევედრებიან ოჯახური კეთილდღეობისათვის, კურნებისათვის და ასევე ბავშვის ჩასახვისათვის, როცა ბერწია და არ აძლევს. აი ეს ყველა მადლი ახლავს ამ ხატს. ხოლო წმინდა გარდამოცემით, როგორც ვთქვით, უკვე ლუკა მახარებლის ხელით არის შექმნილი, ასევე რამოდენიმე ხატია შემორჩენილი ქრისტიანულ სამყაროში ამ მახარებლის მიერ დაწერილი. ერთი მათგანი არის წილკნის ღვთისმშობელი, რომელიც ღვთის განგებულებით საქართველოში არის და რომელიც წმინდა გადმოცემით ჩვენმა პირველ მეფემმა ბერიანმა და მისმა ძემ დააწერინეს იმ ბაგის ფიცარზე, რომელზეც ღვთისმშობელმა მარიამმა შობის ჟამს მიაწვინა. ბეთლემის ღვთისმშობელი თავისი შინაარსობრივად, ასე ვთქვათ, ბეთლემსა და ქრისტესობას უკავშირდება პირობოლისა, რა თქმა უნდა. სამწუხაროდ პირველი საუკუნეების შემდეგ გაქრა ყოველგვარი ინფორმაცია, სად იმყოფება ის ხატი, რომელზეც მოგახსენეთ.
ერთ-ერთი გარდამოსებით ის ხატი ბეთლემის ღვთისმშობლისა, რომელიც ამჯერად ბეთლემის ქრისტეშობის სახელობის ბაზილიკურ ეკლესიაში არის დასვენებული, კერძოდ იმ გამოქვაბულში, სადაც ქრისტე მაცხოვარი ჩვენი იშვა, თითქოს და დაწერილია რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ მეორის ბრძანებით და მისი სურვილით და ოჯახის სახელზე შესწირეს ბეთლემში, სწორედ ამ ბაზილიკურ ეკლესიაში. კერძოდ, როდესაც ეს ხატი დაიწერა ნიკოლოზ მეორის ბრძანებით, მეცა შინა მაშინვე აღასრულა ერთი დიდი სასწაული. ამ ხატთან განეკურნა ნიკოლოზ მეორის მეუღლის ალექსანდრა დედოფლის ღვიძლი და ღირსმოწამე ელისაბედი უმძიმესი დაავადებისაგან მადლიერების ნიშნად მან თავის ესე იგი კვართისთვის ამ ხატისა შესწირა თავისი ძვირფასი სამოსლის ქსოვილი და ამავე დროს ყველა სამკაული უკლებლი, რომელიც მას ჰქონდა. ამით გამოხატა მან ადამიანურად თავისი მადლიერება და მართლაც ეს ხატი ამ პერანგში შეიმოცა და შემკული არის დღემდე ამ ძვირფასი თვლებით. ეს ის ელისაბედია საყვარელო, რომელიც ბოლშევიკებმა აწამეს, გაუქმებულ მაღაროში ჩააგდეს, ერთხანს იქ იყო, მერმე ქრისტიანებმა ფარულად მოიპოვეს და გაიტანეს მის და აღმოჩნდა, რომ წლების შემდეგაც მისი სხეული იყო უხსნელი და დღემდე საუკუნეზე მეტი გავიდა, მისი სხეული არის უხსნელი. კერძოდ ის წმინდა მიწაზეა, სახელმწიფო წმინდა მარიამ მაგდალელის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული. როდესაც წმინდა მიწაზე ვიყავით ჩვენ ჩავიარეთ ამ ეკლესიასთან, ტრანსპორტით მივდიოდით იკაროსით და ვთხოვეთ, რომ გაეჩერებინა, ვიცოდით, რომ იქ წმინდა მოწამე ელისაბედის უხსნელი ნაწილები იყო, მაგრამ მოგვიბოდიშა გიდმა, რომელიც წარმოშობით რუსი ებრაელი იყო და გვითხრა, რომ ის მომლოცველობის სიაში რა კი არ შედიოდა, სამწუხაროდ ვერ გაჩერდებოდნენ, შორიდან გამოვისახეთ პირჯვარი და ლოცვებით შევსხოვეთ ღირსმოწამე ელისაბედს. თუმცა არის სხვა ვარაუდის, კერძოდ იკონოგრაფები, ხატწერები და მკვლევარები წმინდა ხატებისა ვარაუდობენ, რომ ეს ხატი, რომელიც დღეს ბეთლემის ღვთისმშობელშია, ბეთლემის ტაძარშია დასვენებული, დაწერილი არა ნიკოლოზ მეორის ბრძანებით, არამედ ბევრად ადრე, კერძოდ მე-18 საუკუნემდე და იკონოგრაფიულად ეს ხატი განეკუთვნება ოდიგიტრიის ხატებს. ოდიგიტრია ბერძნულად ნიშნავს გზის მაჩვენებელი. ესე იგი, ასეთი ხატები არსებობს ოდიგიტრიისა, მართლაც აი ამ ხატზე ბეთლემისა ღვთისმშობელ მარიამს მარცხენაზე უზის ღვთაებრივი ყრმა და მარჯვენა ხელით მიუთითებს მასზე, როგორც გზაზე, აქ თავადუფალი როცა მოვიდა ხორცი, ერთ-ერთი ქადაგების ჟამს გვასავა, მე ვარ გზა, მე ვარ ცხოვრება, მე ვარ ჭეშმარიტება, მე ვარ კარის სამოთხისა. აი ეს ჭეშმარიტება სწორედ გამოხატული ბეთლემის ღვთისმშობელზე. არაერთი სასწაულები მოხდა ამ ხატიდან. კერძოდ, მაგალითად, გასული საუკუნის 20-იან წლებში ესეთი უჩვეულო ნიშსასწაული ხდებოდა ამ ხატთან. რამოდენიმე დღის განმავლობაში ამ ხატის წინაშე ანთებული კანდელი, ესე იგი, თავისით მოძრაობდა, ირხეოდა. და როდესაც რხევა შეწყვიტა, იმ დღეს მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა ისრაელში. ეს იყო მიმანიშნებელი. აი როგორც ჩვენ დროებაში შეიძლება ითქვას, რამოდენიმე 2 ათეული წლის წინ მოხდა სპიტაკის დამანგრეველი მიწისძვრა. მანამდე ივერიის ღვთისმშობელთან კანდელმა თავისით დაიწყო არაბუნებრივი მოძრაობა, აჩქარებით. და ამ დროს, ესე იგი, ათონელმა მამებმა შემოთვალეს საქართველოში, იციან, რომ ეს ივერიის ღვთისმშობელია, თქვენთან რა ხდება ასეთიო, იმიტომ რომ ამ ხატთან ეს ისასწავლი ხდება და როცა შეჩერდა რხევა, სპიტაკში მოხდა თქვენი ძალიან დიდი მსხვერპლი იყო და დიდი ზარალი განიცადა იმ ქვეყანამ. გარდა მაგისა, ამ ხატზე ღვთაებრივი ყრმა ხშირად ცრემლობს. ცრემლისთვის თვალიდან ჟამითი ჟამად. ესეც გარკვეული მინიშნება იმ სავალალო უბედურებებზე, რომლიცაც სამწუხაროდ ეგრერიგად სავსე არის დღეს დედამიწა. არსებობენ სისხლმდინარე ხატები, ცემმდინარე ხატები და სხვა, რომლიდანაც გამოცხადება ხდება, ნათლის გამოგტომა, მაგალითად
ღვთისმშობელ მარიამის თანამედროვე ხატიდან ამ ტაძარში შენ ხარ ვენახისა, როცა არა უბრალოდ ერთ ან ორ ადამიანს, არამედ რამოდენიმეს ერთადაც უხილავთ თუ როგორ გამოდის ენით გამოუთქმელი ნათელი და სპექტრად ეფინება მრევლს, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება საყვარელო არა ყველას, არამედ მათ, როგორც ჩანს, ვინც სარწმუნოებით და ღვთისმშობლისადმი და მისგან ხორჩესყმლისა სიყვარულით ავედრებს სულს ქვეყანას თუ მოყვას ესა თუ ის მორწმუნე. ისე რომ ყველა ეს ნიშნასწავლები ძველი თუ ახალი მიანიშნებენ იმას რომ მიუხედავად იმისა რომ კაცთა მოდგმაში ამგვარად მრავლდება ცოდვები და უზრუნველობები დღეიმდელად დღემდის კეთილმნებებლობას იჩენს უფალი და მისი ყოვლადწმინდა დედა და ავლენს სასწაულებს. რა თქმა უნდა სასწაული ბოროტსა და მემრუში ადამიანები ეძებენ, მაგრამ ეს სასწაული ხდება არა სასწაულებისთვის, არამედ ეს ხდება კაცთა მოდგმის დასაფიქრებლად, ცოდვიდან მოსაქცევად და საბოლოოდ საცხოვნებელად. ამაშიც ავლენს ღვთისმშობელი მარიამი, რომ დედამიწაზე ყველაზე მეტი სასწაულთმოქმედი და მკურნალი ხატები არის უკავშირდება სწორედ ღვთისმშობელ მარიამის ხატს. რამოდენიმე წლის წინ მოხდა ასეთი უჩვეულო სასწაულიც. კერძოდ ერთ-ერთ მუსლიმანს ძილსა შორის გამოეცხადა ღვთისმშობელი მარიამი და შესთავაზა ჩადი ბეთლემში, ქრისტეშობის ტაძარში, ბაზილიკაში და აჩვენა გამოქვაბული, სადაც ქრისტე იშვა. ამ ტაძარშია მოქცეული ეს გამოქვაბული და იქ არის ხატი ჩემი ბეთლემისა წოდებული და ილოცე ამ ხატად და შეგეწევი მე. როდესაც ესე იგი სარწმუნოებით მიიღო მუსლიმმა ეს სიზმრეული ჩვენება, მოიკითხა თუ არსებობდა ბეთლემში ასეთი ტაძარი, ამგვარი ხატი, აღმოჩნდა რომ ეს ასეც არის, ჩავიდა, აჩვენა როგორ უნდა შესულიყო, ერთბაშად კარი არა, უნდა შეძვრე ქვევიდან, ქონდა სიხარული, როცა წმინდა მიწაზე ვიყავი, აც განსვენებული პატრიარქის კურთხევით სამგდელოთა სხვა ნაწილთან ერთად, მეც ყოფილიყავი და გველოცა ამ ტაძარში. მუსლიმი მოგლედ შევიდა ამ ხრელით გამოქვაბულში, ილოცა ამ ხატის წინაშე და გახარებული გამოვიდა გარეთ და კარიბჭესთან ეკლესიის იდგნენ ბერძენი მონაზვნები და მათ მოუთხრო, როგორ იხილა მან სიზმრეული ჩვენება, როგორ აღმოჩნდა რომ მართლაც არსებობს ბეთლემიც, ტაძარიც ქრისტეშობისა და ხატი ბეთლემისა რასთავარია და ილოცა ამ ხატთან. ამ მონათხრობმა ფრიად გააძლიერა სარწმუნოებაში ის მონათხრობი და მათ მიერ მოგვითხრობენ რა ჩვენს ძალისებრ შევიმატებთ რწმენასე. როდესაც წმინდა მიწაზე ვიყავით და ესე იგი ვიყავით 2000 წლისთავი იყო ქრისტეშობისა, ამასთან დაკავშირებით მსოფლიო პატრიარქებიც იყვნენ, უამრავი მღვდელმთავრები, მღვდლები და ასე შემდეგ მოხდა ასეთი სასწაული ჩვენ ქართველთა თავს. როდესაც დამთანცველი მოგზაურობის შემდეგ მივადექით ქრისტეშობის ტაძარს, უკვე შუადღე მწუხში გადადიოდა, აღმოჩნდა რომ ებრაელი ჯარისკაცების კორდონი იდგა ტაძართან. საერთოდ არავის არ უშვებდა. შეუშვეს მხოლოდ მღვდელმთავრები, შეუშვეს ესე იგი დამხმარე, მონათეები, წიგნის კითხველი, მაგრამ არავის აღარ უშვებდნენ და უამრავი ქვეყნიდან იყვნენ მომლოცველი. თელის დიდი მოედანი და შემოგარენი ავსებული იყო მორწმუნე მრევლით. მაშინ რა კი არ უშვებდნენ, ახლა წარმოვიდგინეთ ქრისტეშობის დღეები, ამისთვის ჩავედით, ამ ხელაგზა გავაკეთეთ და იქ არ გვიშვებენ. ისე როგორც ივერონში ჩავსულვართ ქართველები აქეთა და ჩვენს ივერის მონასტერში არ გვიშვებენ, მაგაზე მომიყოლია რაც მოხდა და როგორც იყო. საერთოდ ბერძენი ბუნებით როგორ არის, ის ცდილობს დაგიჩათიროს, დაგიმორჩილოს, თუ არ გაუვა, მე როგორც თანასწორს გელაპარაკება, ამაში ჩანს მათი ბერძნული ამპარტავნება. ესე იგი იმპერია რამდენი საუკუნეა თავზე დაემხო და დღესაც იმპერიულად აზროვნებენ. ამაზე მომიყოლია ადრე თავს აღარ შეგაწყენ. მოკლედ, ვერ შევდივარ, განვიხსნი. დაივუცვათ ერთ-ერთი მონაზონი დედაკაცი ქართველი გვეუბნება. მოდით, ყველა ვიგალობოთ სამწმინდაო. რატომ სამწმინდაო? თქვენიცი წარმომავლობა ამ საგალობლისა. ერთხელაც ადრეულ შუა საუკუნეებში საბერძნეთში იყო ძლიერი მიწისძვრები, გამანგრეველი,
ოამინდობანი და ესე შემდეგ და აი გამოვიდა სამღვდელოება მღვდელთავართან ერთად რომ შეავედროს უფალს ეს ქვეყანა ხალხი დაინდოს და ასე შემდეგ და ლიტანიობა რომ დაიწყო მოულოდნელად ქარიშხალმა ერთ-ერთი პატარა ყრმა ბავშვი აიტაცა რამოდენიმე საათის შემდეგ დააბრუნა დედამიწაზე სავსებით სასალამათი უნებელი გაოცებულებმა მორწმუნეებმა და სამღვდელოთა კითხეს სად იყავი როგორ გადარჩი და რა იხილე და ბავშვმა მოუთხრო ანგელოზებმა ამიტაცეს ცათაშინა მე ვნახე იქ უფალი დიდებისა ქრისტე მაცხოვარი ჩვენი რომელსაც ანგელოზები უგალობდნენ წვიდაო ღმერთო წვიდაო ძლიერო წვიდაო უფთაო აი ამ საგალობელზე მითხრეს როდესაც ჩვენ დაგაბრუნებთ დედამიწაზე მორწმუნეებს გადაეცი რომ ეს იგალობონ და დაცხრება ღვთისრისხმა რომელიც ჩვენს სულშუალობასა და ცოდვათა გამრავლებას უნანელობას მოსდევს ჩვეულებისებრ თუ პირადად თუ საქვეყნოდ და დასხრება ღვთისრისხმა ანუ შეწყდება მიწისძვრები და ქარიშხლები მართლაც როდესაც დაბრუნდა დედამიწაზე და მოუთხრა ეს ყველაფერი ერბამად აიტაცეს სამღვდელოთა და სამრევლოთა და უგალობეს ღმერთს წვიდაო ღმერთო წვიდაო ძლიერო წვიდაო უფთაო და მიამატეს სიტყვები შეგვიწყალე ჩვენ რადგან ცოდვათა შენდობას ევედრებოდნენ ანგელოზები ამას არ ამბობენ რატო შეგვიწყალე იმიტომ რომ ცოდვას არ შადიან ეხლა ნუ იტყვით რომ მათ გამოცდა არ ქონდათ პირიქით წმინდა წერილი ვიმოწმებს რომ ადამ და ევას გამოცდამდე ეშმაკისაგან გამოისადნენ ზეციური ძალები კერძოდ ერთი მათგანი რომელიც უწინ იეროს თეოზად იწოდებოდა გაამპარტავდა თავის წარმოსახვაში ღმერთს გაუტოლა თავი და როგორც ესაიას პირით არის გამოთქმული სული წმინდის მადლით ღრუბელთაზე და დავით გავს საგდარს და ღმერთს გაუტოლდებიო ამ ამპარტავნების გამო სინათლის ყველაზე ბრწყინვალე ანგელოზი იეროს თეოზი გარდაისახა სატანად მან თავისი თავი ღვთად უხადაგა ანგელოზებიდან მესამედი აწტუნა და მასთან ერთად თავარანგელოზების მიქაელის და გაბრიელის წინაცვანებით გარდამოთხეული იყვნენ დედამიწაზე სატანა და მისი ანგელოზები არანების მილიარდობით არის გალაქტიკები მაგრამ გარდამოთხეული იყვნენ ზის გალაქტიკაში ეს დამაფიქრებელი არის და ადამიანიც როცა იბადება არა ნებისმიერ გალაქტიკაში არამედ მზის გალაქტიკაში რომელზეც სატანა მოგვიანებით იტყვის და ამას უფალიც ამოწმებს ქრისტე მაცხოვარი დედამიწაზე მოსული თავადი ამ სოფლის არის სატანა ის რომ გარდამოსტყია თავადია ამ წუთი სოფლისა სადაც ის გარდამოთხეულ იყვნა ის ცდილობს რა თქმა უნდა თავის სამეფოში თავისივე კანონები გაატაროს უკეთურობა და უჟულოება ის პირველყოვლისა არაწმინდა სულია და აქ დაბადებულ ადამიანს და მოსულს პირველყოვლისა არაწმინდებით აცდუნებს რყმნის ადამიანს დღეს გადახედეთ რა ხდება უბრალოდ დედამიწაზე თქვენ ხომ სოციალურ ქსელებში იქექებით რას ხედავთ იქ ენა ვერ გამოთქვამს მათ უსირცვილობას მასიურად გავრცელება უნამუსობის და უსირცვილობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიშანია ქრისტეს დიდებით დაბრუნებისა და მანამდე ანტიქრისტეს გამეფებისა. დღეს შენდება გამალებით, ყველა ამ ომებით, ეთნოკონფლიქტებით, ნარკო და ტრეფიკინგი და ამ ყველა ამ საშუალებით, გარყვნილებით და ასე შემდეგ, უსამართლობით, ძალადობით, ძლიერთა ამის სოფლისათა უძლურთაზე და აი მაგალითად ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელიც მასონებმა მეორედ დააბრუნეს, თუმცა სიცხვილით გაისტუმრა ხალხმა, აღარ აირჩია, მაგრამ ეხლა დააბრუნეს სიონისტებმა მათ გეგმებს ჩინებულად ასრულებს. თანამედროვე ცნობილი პოლიტ და სამხედრო ექსპერტები, როდესაც ტრამპს ახსენებენ, იცინიან, ის ხომ ფულის მოყვარული ამბობენ ისინი, ფული გადაუხადე და ყველაფერზე ხელის მომწერია. ეს არის ციტატა მათი ამბობიდან. ამერიკელები არიან ისინი წარმოშობით, მინდა გითხრათ, ყველა მეცის ვინ არის ეს ადამიანი. ყველა ამოცანას ფრიაძე ასრულებს.
აი მაგალითად რაში მდგომარეობს მისი ძალმომრეობა. აქ პიროვნებებზე ლაპარაკი და არა ამერიკელ ხალხზე თქვა, ან ევროპელ ხალხზე, ან რომელიმე სხვა ხალხზე. ეს თქვენ თუ წაგიკითხავთ სიონელ ბრძენთა ჩანაწერები, მასონური ჩანაწერები, რომლის გავრცელდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოპარული იქნა რა ერთ-ერთი კრები და სიონისტებისა, მასონებისა, იქ არის კონკრეტულად და პედანტურად, პუნქტუალურად ჩამოყალიბებული, როგორ უნდა მართონ სიონისტურმა ძალებმა დედამიწა და როგორ უნდა მოიყვანონ მათი ბრძანებელი საბოლოოდ, რომელსაც ქრისტიანობა ანტიქრისტეს უწოდებს. კონკრეტულად, აი მაგალითად, პრეზიდენტი როგორ უნდა შეცვალოს, ან რა ნიშნით უნდა დააყენოს, როდესაც მიხვდება, რომ ის რომელიღაც იდუმალ ძალებს ემსახურება და მოინდომებს წინააღმდეგს, როგორ გასიონ გვერდზე და უარეს შემთხვევაში მოუწყონ კატასტროფა, სიკვდილით დასაჯო და უამრავი სხვა საშუალება არსებობს. ძენი წარწმედისანი, როგორც მოციქული აქვს, უგონიერეს არიან ძეთა ნათლისათა. მათ ბნელ ტვინში რა არიბადება დღეს. მაგალითად, რაში მდგომარეობს ძალმომრეობა ეგრეთ წოდებული სუპერ სახელმწიფოსი შეერთებული შტატების. მას სურს, რომ კანადა იყოს ერთ-ერთი შტატი. მას სურს, რომ გრენლანდია მისი იყოს სტრატეგიული მოსაზრებიდან გამომდინარე. მას სურს ვენესუელა მას შეუერთდეს, რადგან დედამიწაზე ნავთობის რაოდენობით მეორე ადგილზე, ასე კი ნავთობის სურს მას. მას სურს ევროკავშირი, მისი შექმნილია მასონების, ეს არის ინსტრუმენტი შეერთებული შტატების ხელისუფლების ხელში. საბოლოოდ ეს ხელისუფლება მისია მე უკვე მოგახსენეთ. მას სურს ასევე სამხრეთ კავკასია ჯიბეში ჩაიდოს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს და აქედან კარგად გამოუთხრის ზურგს ჩრდილოეთს. ეხლა ეს ომი რომ მიდის და ტენდენციურად ლაპარაკობენ, გარეთ გაიტანე, შენ მოიგდადე. ტენდენციურად ესე იგი ლაპარაკობენ ბევრს, რომ აი ეს უკრაინა-რუსეთის ომი რატომ დაიწყო. ჩრდილოეთმა გააფრთხილა ნატო ჩემს საზღვრებს, ნუ უახლოვდები. მაგრამ არ ისმინეს. მე ერთ-ერთი კონკრეტული მიზეზი რა იყო, 3 ლაბორატორია იხსნებოდა უკრაინაში იმ დღეებში, როცა ომი დაიწყო მას მერე, 2 კიევში, 1 ოდესაში, რომელთაც უნდა, აი ჩვენთან რომ არის ლუგარის ლაბორატორია, სადაც პრემიერ-მინისტრმა ისურვა შესვლა და არ დაუშვეს. ესე იგი რას ნიშნავს? სახელმწიფოა სახელმწიფოში. უმაღლეს ხელისუფალს არ უშვებენ. ესე იგი რა იდუმალი გამოკვლევები, ეხლა ესენი ამბობენ, რომ აი გვეხმარებია, პირიქით, რაც ეს ლაბორატორია გაჩნდა თბილისში, ყოველ წელს ნაირ-ნაირი ვირუსები ჩნდება. ანუ ადრე თუ ვირთხებზე, ზაზუნებზე ატარებდნენ ექსპერიმენტებს, ეხლა პირდაპირ ცოცხალ ნედლეულზე, როგორც ვთქვათ, ბიოლოგიურ ნედლეულზე ადამიანზე ატარებენ. კერძოდ რა ხდებოდა, ამ 3 ლაბორატორიას უნდა ემუშავა, გამოეყვლია სლავური გენები, რათა ისინი საბოლოოდ მოესპო. ნიშანდობლივია ისიც, ომი დაიწყო იმ დღეს, როცა კიევში იყო გეი პარადი, სოდომიტების პარადი იყო. შემთხვევით ასეთი რაღაცები არ ხდება, რა თქმა უნდა. ღმერთი მიგვანიშნავს, ჩვენ კი ტენდენციურად ვშელობთ, ეს მინდა, ეს არ მინდა, ის მართალია, ეს არ არის მართალი. და სხვა. ეხლა ერთ თურმე კომენტარებში დაუწერია ჩვენ ქადაგებაზე. არიან ადამიანები, მე არ ვიცნობ პირადად ვინ არის, აი ეხლა ჩვენ ვიწერთ, ჩვენი ბრეული იწერს ამ ქადაგებას, რომლებიც ქადაგებიდან იღებენ ფრაგმენტებს, რა თქმა უნდა, ნებართვის გარეშე და ლოცვა კურთხევის გარეშე და დებენ ამ ფრაგმენტებს. ერთ-ერთი ფრაგმენტიდებს მეკითხებიან ჩრდილოეთზე, რაც ფიქრობ და იქ არის ჩვენი მოსაზრება დამყარებული წმინდა წერილზე და მამათა სწავლებაზე, არა სუბიექტურ შეხედულებებზე. ალია და ჩალი არსი რა არის, საუბრის ორივე თათარია რა. რა ჩრდილოეთი, რა დასავლეთი. ჩვენთვის არავინ თავს არ შეიწუხებს. ეხლა რომ ეს ფსევდოლიბერალები გვარწმუნებენ, რომ ევროპა რა კარგია და იქ კომენტარებში წერია თურმე რომ ესე იგი მამარჩილი თუ ხმარობს მანქანასო და მობილურ ტელეფონს. ესე იგი რატო არ უნდა დასავლეთი? დასავლეთში რაც არის კარგი, ჩრდილოეთში ყველაფერია. მინდა როგორც ჩვენი წინაპარი იქნებოდა ორიგინალურ თავის კულტურას მინდა აქედან გამომდინარე. და არა უწვებოდა, როგორც ესენი უწვენენ, ხან ჩრდილოეთს, ხან ჩრდილოეთიდან ამოსდიოდა და ეხლა დასავლეთიდან ამოსდიოდა. აბსურდია. მზე ამოდიოდა და ამოვა ქრისტეშობის ვართულად გულისხმობ ყოველთვის აღმოსავლეთიდან. და წერტილი, არანაირი სამწერტილი. ეხლა ტელეფონი რომ მიგადიერეთი, მოდი თუ კიდე მობილურ ტელეფონზე ვიმშელოთ რა არის ეს. გნებავთ, თავს რო იწონებენ. ქართველი წინაპარი ამოდა ერთი ტარი და
ბარის ტარიც კეთდებოდა თოხის ტარიც. გააჩნია შენ როგორ გამოიყენებს. მობილური სიკეთე ის არის, მაგალითად ეხლა იწერენ ქადაგებას, დადებენ ინტერნეტში და როგორც ვიცი, ათასობით ადამიანი თუ მეტი არა უსმენენ ამას. და იღებენ სულიერ საზრდოს სწავლებას მათი ენით ინფორმაციას ზოგიერთების და ასე შემდეგ. მაგრამ შეიძლება ამით მოსმენა. ამიტომ არის, რომ მნიშვნელოვანი საუბრების დროს მნიშვნელოვანი პიროვნებები თიშამენ მობილურს და შორს გააქვთ თავისგან. ეს არაფერია. ერთხელ ჩვენს პატრიარქს ხაბურზანია უშიშროების მინისტრი უწით მობილური ტელეფონი ჩუქება უნდოდა. ახალი ხილი იყო და პატრიარქმა უარი უთხრა და რა უარს ამბობ გაუკუთხა არის მინება აიღეთ ანუ არ მოგისმენთ პატრიარქს აქ ხრბაი უმორი ქონდა რა ვიცი მთელი ცხოვრება ნატრობდი ნეტა მომისმინონო კარგის მეც რას გაიგებდა ღვთის სიტყვას გადაგებდა ასევე ახლას თუ მე რა გადასამალი ნეტა მოისმინო მათ შორის მათი მხილება და ასე შემდეგ და ისმენენ კიდეც როგორც ვიცი იმ ორგანოებიდანაც მოსულა და შემოთავაზებები მქონია. მაგალითად, როცა გადატრიალება მოხდა, ხელისუფლება დაამხეს და ასე შემდეგ, რომ ოჯახით გამიყვანდნენ ემიგრაციაში. და მე გამოთხრე, რომ ერთ-ერთი იშვიათი მოდელი ხართ, ვისაც პატიქცევენ ჩვენთანაც კი. თავის ქებით არ ვამბობ, ეს მათ ციტატა მომაქვს. რადგან ხარ ობიექტური და ქადაგებ ღვთის სიტყვას. ჩვენთანაც არიან პატრიოტები და ფსევდოლიბერალები. ეს წლების წინ იყო, ფსევდოლიბერალები. და ეხლა ჩვენ გთავაზობთ, რა კი საშიშროებაა, იმიტომ რომ ჯაბა იოსელიანი, კიტოვანი და სხვები პატრიარქთან შესულან ამ ხედრიონელები და უთქვათ, რომ ნება მოგვეცი გავაგოროთ მამარჩილი. ციტატა მომაქვს. ჩემი მეგობარი ისმენდა ამ საუბარს უნივერსიტეტში. თანაკურსელები ვიყავით. პატრიარქმა უპასუხა, ერთი კაცის ყლა ცოდვა, მეორეც როგორც მოძღვარი ის კარგი მოძღვარი შეიძლება შეხედულებები თქვენგან გასხვავებული აქვს პოლიტიკური და ღმერთმა დაიფაროს მათ მიმხრობოდი მაგრამ როგორც ეს კარგი მოძღვარია მაშინ მოითხოვეს თქვა კახეთში გადავესახლებინე გორში კი ამოყავი თავი თქვი რომ მიცოდეთ და ასე შემდეგ და რა გავარ დღეინდელად დღემდე და ვქადაგებ ღვთის სახელს სად არიან ისინი ზოგს მიწაჭავს ზოგი ღვთის სამჟავროზე დგას უკვე ზოგიერთს ფეკალური მასები ჩაუვიდა საფლავში და ასე შემდეგ როგორც დაიმუქრა რომ ხო გადავაყვანინეთ რომ მამა არჩილი სასაფლაოზეო ქაშვეთიდან ეხლა საფლავში გავაგზავნითო და მალე ტერაქტი მოუწყო ედუარდ შევარდნაძემ რადგან კონკურენტი იყო პრეზიდენტობის თვალსაზრისით და დღეს მის ძვლებს მიწახარავს და კანალიზაციის წყალი ჩავიდა იქ თქვენ როგორც იცით წლების მივხვდით არა მისეც არის საუბარი ნიშნულობა არა კონკრეტულად ვინ არის ჯერ კიდევ ძველი ფილოსოფოსი სოკრატე ამბობდა ჩემთან ბრძოლა და კამათი ადვილია ჭეშმარიტებასთან შეუძლებელი ეხლა მობილური ეს არის გარდა მაგისა ერთ-ერთი პროფესორი ყავს ბიოლოგი მე ვთხოვე და მან უცხოელი და ადგილობრივი მეცნიერების გამოკვლევის საფუძველზე პატარა ბროშურა ესე იგი დამიწერა და სულს დაუბეჭდო რა არის სინამდვილეში მობილური ტელეფონი აქვს კოლოსალური გამოსხივება განსაკუთრებით რაც უფრო შორიდან გირეკავენ მით უფრო ძლიერად გამოსხივება ამიტომ პირველი სიგნალი ზარი გაუშვი ყურთან არ მიიდო თუგან საშუალება მიკროფონით ილაპარაკეთ ყურთან მიიტანეთ უკიდურეს შეხვედრა მაგალითად ხმაურიან ქუჩაში მოხვდი და არ ისმის მიკროფონიდან ყურზე უნდა მიიდო მაგრამ პირველი ზარი არის ყველაზე ძლიერი არ მიიდო ყურთან პირველი ზარი რა სიწვევს ეს გამოსხივება ავთვისებიან სიმსივნებს. ჯერ კიდევ როდის ნეტარი პელაგია რიაზანელი ამბობდა, რომ ბოლო დროს გამაბრალდება სიმსივნები განსაკუთრებით თავის ტვინის. და ეს სახეზია. ბევრი ამას ჩერნობილს მიაწერს, რომელსაც ესე დიდი გამოსხივება ახლდა, მაგრამ დღეს თითქმის ყველა ადამიანს აქვს მობილური ტელეფონი, არ იციან მისი ხმარება, უსაფრთხოების წესები უფროსურად და ამიტომ ავადდებიან. ეს არის მისი ვნება კიდევ. მაგრამ კეთილგონიარად შეიძლება გამოიყენო. ამას მობილურებს მანქანას ქილიკით რომ ამბობდა ჩვენზე ერთი ფსევდოლიბერალი, როგორც მითხრეს, ნილოს მირუმდინარის სიტყვებს შევაგებებ.
უკანასკნელ ჟამს და ეს мама მოღვაწეობდა მე-16-მე-17 საუკუნის მიჯნაზე. წარმოიდგინეთ თქვენ 3-4 საუკუნის წინ წინა სამეფოებდა რა ხდება დღეს დედამიწაზე საფრენი აპარატები რომ წყალქვეშა მცურავი ობიექტები შეიქმნება, მობილური ტელეფონები, ტელევიზია, ერთი დედამიწის ერთიდან მეორეში დაელაპარაკებიან ერთმანეთს, დაინახავენ სხვადასხვა კუთხეში და რაც ხდება, მაშინ ეს იყო ფანტასტიკა, წარმოუდგენელი რაღაც იყო. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა დღეს. და ამ ყველაფერს, ამ გამოგონებებს, ამ პროგრესს წმინდა მამამ უწოდა მანკიერი მეცნიერება. დადებითი რომ გქონდა, ეს არის ეშმაკი ეხმარებოდა ამების შექმნაში, მარტივად რო გითხრათ. მაგრამ შეიძლება ჩვენ კეთილგონიერად გამოვიყენოთ. გველი შხამი ადამიანს კლავს, ცნობილია, მაგრამ შეიძლება კეთილგონიერად გამოიყენო როგორც სამკურნალო წამალიც. გააჩნია როგორ იხმარ მას. ესევე ამ შემთხვევაშიც გარდა მაგის ეხლა თუ მაინც ევროპელებს იმიტომ უნდა დაუწვე და აქტუალებული იყო რომ იქ შექმნეს ეს და მსგავსი რაღაცეები, ნუში ქართველებმა ხალიფებმა ფოლადი გამოაწყვეს პირველად. ეხლა თავდაპირველად თავად დაგვიჩოქონ ჩვენ ყველა სარგებლობს ამ სიკეთით. და ბევრი რამე ისეთი გვაქვს და პირველ ყოვლისა ენა, რომელიც არც ერთ ენათა ჯგუფში არ შედის. ალბათ ამის გამო და არა მარტო ამის გამო ბრიტანელმა მეცნიერებმა რამოდენიმე წლის წინ იკვლევდნენ საკმაოდ ხნის განმავლობაში დაასკვეს რომ ძირენა მსოფლიო ენების არის იბერიულ ქართული ენა. ამას ამბობენ ინგლისელები დღეს რომ დაწაფებული არიან ამ ლიყიანების ენას. ისე არ გამოგვივიდეს ქართველები დღეს რომ იქცევიან თურაშაულის პატრონი ტყეში პანტაზე გარბოდაო. პანტაზე დარბიან ახალი ქართველები. ეს ლიბერალები დასავლეთში ჯერ შენი უნდა შეიტყო, აითვისო და მე შენს გაამდიდრო სხვა და სხვისგანაც რას კარგი აიღო, რა თქმა უნდა, კარგი და ცუდი ყველა ერში არის აბსოლუტურად. და ასე შემდეგ. ისე რომ ვინ რა გამოიგონა და ვინ რა შემოიტანა, სულაც არ ნიშნავს დავემოვნო მას. ეს არის ჩვენი სამშობლო, უფრო მეტიც ეს არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და როცა წარდგები გარდაცვალების შემდეგ უფლის წინაშე, უნდა იცოდე რომ ამასაც მოვთხოვს რომ ღვთისმშობლის მამულს ჩვენს დედულებს სწორი იქნება ვთქვათ არ გაუფრთხილდი. და მე ვუყურებ რომ შენი წინაპრების სამშობლოს რომელიც სისხლით, ცრემლით და ესე იგი ლოცვით მოიტანეს შენამდეს და შენა ესე ანიავე იყიდება ქართული მიწები, ნუ აღარ მოვყვები სტატისტიკად შემილია მოვიტანო რომელი ერის შვილები თუ ევროპიდან თუ აფრო-აზიიდან რა მიწებს ყიდულობენ აქ. აი შეხედეთ ესპანეთში რა ხდება. 10,000-ობით ლახავენ უნებართულ საზღვრებს. იგივე გვემუქრება და უარესი ჩვენ ის კიდევ შედარებით დიდი ქვეყანაა. პაწაწა ქვეყანაა საქართველო. ყოველთვის თითქმის პატარა იყო, მაგრამ ებრძოდა ლომებს. და ყველაზე დიდი საწოდაობა დღევანდელობის ის არის რომ ლომებთან მეუმა ერს ტურები ჭამენ დღეს და ფლეთენ და ალბათ მივხვდით ვისაც უგულისხმობ. ესე იგი ადამიანი როცა არ გიყვარს, მაშინ ყოველთვის ცუდს ხედავ, ან გინდა დაინახო. ეს პსევდოლიბერალები, სულ რომ მკვდრები აღუდგინოს და მაგალითად დეკანოზ მარჩილმა, მაინც დაიწყებენ კრიტიკას, რატო აღდგა, როგორ აღადგინა და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვამბობ მათ გასაგონად, ჩვენი წინაპრების სიბრძნიდან ძაღლი ყებს ფარამიდის და ძაღლს შემთხვევით არ შევადარენ. არ შემთხვევით მომაკონა მეხსიერებამ ეს ანდაზა. იესო ქრისტემ ძაღლი უწოდა უღმერთოს, ათეისტს. ორო მამაო ჩვენ სათელს ვანთებთ ეკლესიაში. აი ეს გონიათ მაგას სარწმუნოება და სული სათხოვნებელი გზა. და რას ნიშნავს თვითონ სანთელი? სიმბოლურად ყველა წმინდანეს და მართლის, ანუ მორწმუნის ლოცვას მოკრებილს და აღოლებილს ზეცის მიმართ. რას ევედრები უყავს? გეკითხები. ესე არის ჩახუტებული დასავლეთს, რომ ვერ წარმოუდგენია სხვაგვარად. არ მინდა ეხლა ამ საგანზე უფრო მეტი ვილაპარაკოს, ეს არის სამწუხარო რეალობა. რითი არ ყოფს ეშმაკი? როგორც ცნობილია, ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი ყოფს. მრავალპარტიულობით, პლურალიზმით, კერძო შეხედულებებით, საერთო შეხედულებებით, სამშობლოსთან დამოკიდებულებით, ეკლესიასთან,
უფალ ღმერთთან. ეხლა რამდენიც უსწავლება და ეზოთერული სწავლებები შემოაგდეს და სოციალური ქსელები და ამით იკვებებიან ამ როყიო საჭყლით ჩვენი თანამედროვენი, ჩვენი ერიშვილები. და ეკლესიას დასცინიან. აგინებენ კიდეც, გახსოვთ რა, ცნობილი ქალი, სოდომიტი, რომელიც პირდაპირ აღდგომის დღეები იყო, აკინებდა ეკლესიას, აღდგომის საგალობლებს წარმოიდგინეთ და კათოლიკოს პატრიარქს. რა უნდა ელაპარაკო ახლა ამას? როგორც ნილოს სინაელი ამბობს, ცოდვათა შორის არის ისეთი სახის ცოდვები, საიდანაც შენ ადამიანი ვეღარ გამოიყვან მას უფლის ანგელოზს, ან ღმერთს თუ ხელ ეწიფება ეს. აი ამ სავალალო მდგომარეობაშია ჩვენი ერის ერთი ნაწილი. რომ გავანალიზო რა უნდა, კერძოდ და რა თუნდა, ხეირიანად ვერ ჩამოგიყალიბებს. აღარას ვამბობ იმაზე, რომ იქიდან შემოსავალს იღებენ. ეხლა ახალი ტალღა ამორეს ეთქობა ტრანშები ფულის გამოგზავნეს. აქამდე უკრაინას ეხმარებოდნენ არეცალად ამათვის და ასე შემდეგ. ამად ბნელ ტვინში წეღანა თქვი ვინ ჩაიხედავს. მაგრამ როგორც უკვე თქვით და სოკრატე ამბობდა ჯერ კიდევ წარმართი ფილოსოფოსი, ჩვენთან ბრძოლა და კამათი ადვილია, ასე დაკნინებულ მდგომარეობაში ვართ მეტად როგორც ქვეყანა, როგორც ერი და სხვა, მაგრამ ჭეშმარიტებასთან, ქრისტე მაცხოვართან ყოვლად შეუძლებელია. ჩვენ გვიცავდა და დაგვიცავს ჩვენი ღრმარწმენით საფარველი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელ მარიამსა და ჩვენი დიდებული წინაპრებისა. ადრე თუ გვიან ჩვენ ყველანი ჩვენ ზეციურ იერუსალიმში შევერთდებით, ზეციურ სასუფეველში. მალეც ყოფილიყოს ეს ყველაფერი. ძველი მამები ნატრობდნენ, წმინდანები, აგერ იოანე მახარებელი წმიან წერილს ასე ამთავრებს. მოვედ უფალო, ჩვენ უწმუნოები, უღმერთოები გაგვიგრძელეთ ცხოვრების წლები, აი ეს ამაოება, ეს სიდამპლე, ეს ჭაობი, სინამდვილეში გაგვიგრძელე უფალო. მე თქვენთან ერთად, როგორც მორწმუნეებთან ვიტყვი, მოვედ უფალო, დაემხოს ბოროტება და აღსდგეს სიმართლე და ჭეშმარიტება. ამენი. ნუ მოკლედ ესე იგი, ვინც რა შემოიტანა საქართველოში, იმის მონა ჩვენ არ უნდა გავხდეთ. კარგი, მივიღოთ, ხენეში ცუდი გამოვარჩიოთ და გადავაგდოთ. უმძიმესი დრო არის. პირველ ყოვლისა იმის გამო, რომ ჩვენი არის მნიშვნელოვანი ნაწილი სინამდვილეში არ აქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება. რითი უნდა იბრძოლოს ამ ზღვარაოდენობასთან, რომელიც ესე იგი ეძალებიან და მოდიან და აქტუანებული არიან საქართველოში, რომელზეც ჩვენი ფოლკლორის ამბობს, მამაზე ცირმა თავისი კალთა დაიბერტყა. ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ამ ქვეყნის შვილები იყვნენ ბედნიერები, მაგრამ არ აქვს ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ ყოვლისა ქრისტეს მიერი თავისუფლება. ის თავისუფლებების და უფლებების რა დღეს არის მხოლოდ ფუყე და მოჩვენებითი სინამდვილეში. დიდი ილია მართალი გვასწავლიდა და გვიანდერძა თავისთვის ითვისად უნდა გვეყუდნესო. ამანაც გააღიზიანა ყველანი. ფარისეველიო, თურმე უთქვა. ფარისეველი ეს შენახა. ქართული იერსახე რო გაქვს და გული გაქვს დასავლეთის თუ ზოგიერთ ჩრდილოეთის. მე იმ სიტყვაში ვამბობ ფრაგმენტი რომ ამოგლიჩეს. ორივე ერთია. გელი შეგჭამს თუ გლისფერი რა მნიშვნელობა აქვს როგორც წინაპარი ამბობდა ჩრდილოეთი თუ დასავლეთი. ჩვენ უნდა ვეცადოთ ჩვენი ქართული მეობა გადავირჩინოთ, რაც ჩვენი ჭეშმარიტი რწმენის გარეშე, როგორც ისტორია საქართველოს და ქართველთა გვიჩვენებს ყოველად წარმოუდგენელი და შეუძლებელი არის. აგერ რა ხდება? მუსლიმი მოიქცევა და ქრისტიანი გაურბის თავად ქრისტე მაცხოვარს და ლანძღავს ეკლესიას. არაფერია საყვარელო. ყველა ჩვენთაგან ღმერთმა მისცა თავისუფალი ნება. მისი გადასაწყვეტია, რას აირჩევს. მისი არჩევანი არის გადამწყვეტი. მაგრამ ადამიანმა რომ სწორუპოვარი გადაწყვეტილება არ მიიღოს, თავადი ამ სოფლის ეშმაკი ყველაფერს აკეთებს. სრულ მოძღვრებები შემოიტანა, სექტანტობა, აღმოსავლური სწავლებები, იოგა მათ შორის, დაოზე მოძღვრება, კონფუცია და ასე შემდეგ, ათეიზმი, მარქსიზმი, ლენინიზმი თავის დროზე, ეხლა ამას აღარავინ არ ჭამს ჩვენი სიტყვით რომ ვთქვათ, მაგრამ ეს შემოძალება არის ამ სრულ მოძღვრებების. აგერ ეხლა გამოჩნდა კილოცავ, ვიღაც კიდევ ერთი ამბობს, მე ქრისტე ვარ.
ჩვენს თვალზე ხდება მაცხოვრის ნამდვილი ქრისტეს, ჭიშმარიტი ქრისტეს წინასწარმეტყველება 20 საუკუნისია წარმოთქმული. მრავალი ქრისტე მტყუარი მოვლენ დედამიწაზეო და აწმი არიან დასულიო და მწვალებლები იგულისხმობ. დღეს ხომ რო იტყვიან პარადი არის ყველა ამათი. ეშმაკი ყველაფერს აკეთებს, რომ ამ გზით დაგვიბინდოს გონება, ცოდვებით მოახდინოს პარალიზება ჩვენი ნების და სწორი არჩევანი აღარ გავაკეთოთ, ან ვეღარ გავაკეთოთ. აი ჩემთან მოსულან ადამიანები დამწუხრებული და უთქვამთ, ნუ ალბათ სხვაგანაც მე ჩემსაც ვამბობ, ჩემი გამოცდილებიდან, მამაო, მინდა ერთი შეპყრობილი იყო, აპატიეთ ონანიზმის სოდვით და ვერანებებდა თავს. თუ ქალი თუ კაცი, სხვა გარყვნილების მორევში იყო, მათ შორის გათხოვილი ქალი. ვინ ნარკომანი იყო და ხედავდა რომ იღუპებოდა, ყველა გაუუსხობდა. იყო სასუწარკვეთილი, მაგრამ ვეღარ ამოდიოდა ან წუმპედა თავისი. ვინ გალოთებული არის? აი რა გზით და არა მარტო ამ გზით ახდენს ბოროტისული ადამიანთა თავისუფალების პარალიზებას. და როგორ გააკეთებენ ესენი სწორ არჩევას? გონება ვერ საღად ვერ აზროვნებენ. ეშმაკი როცა შედის ადამიანში მარტო სხეულში კი არ არის. ის ყველა ნასხამს სხეულისა ეუფლება, ასევე სულისა, პირველყოლისა ცდილობს გული დაიგოს ადამიანის და გონება, რომელიც გულის მცველი ძაღლია, როგორც წმინდა მამები ამბობენ. და თუ ამას მოახდენს, ის ადამიანი უკვე შეპყრობილი ყავს. რამდენს არ უმტკიცებ, აჩვენებ ცოცხალი მაგალითებით, როგორც თქვენ ამბობთ ხოლმე, თავში არაფერი არ შეძის და რა შეუა, როცა იქ სატანა და უფალი ამბობს, ორი უფლის მონება, ქრისტესი და მამონას ერთდროულად არ იქნება. თუ იქ სატანაა, იქ ქრისტე არ არის. არის რაც და ქვეყანის შემოქმედი ანგელოსთან და ადამიანს არის რა ყოვლადწლიერი მაცხოვარი, როგორი თავმდაბალია. არ ღალატობს და სამართლიანი, არ ღალატობს პრინციპს თავისუფლების, რომელიც ადამიანს მიანიჭა. კი არ ლეწავს მისი ცოდვილი გულის კარებს და შედის და ეუფლება მას, არამედ როგორც საბრალობელი გლახაკი, როგორც თავად ამბობს ერთ-ერთ ქადაგებაში, მე ვრეკ ყოველი ადამიანის გულის კარს. ეგებ როგორი დანატრა, საბრალობელი უფლის ამ სიტყვებში, ეგებ ვინმე მისმინოს, გამიხვნას გულის კარები და თუ გამიღებს, მე ქრისტე მაცხოვარს ჩემთან ერთად ერთ არსების ძლით შევლენ ადამიანში მამა და სული წმინდა ღმერთი და ადამიანი ხდება ყოვლადწმინდა სამების სადგური. აი აქ ჩვენ თარგმნით და გამოვეცით პატარა წიგნი არის, პატარა წიგნია, გულის ანატომია ასე ვთქვათ გადმოცემული, სულიერი. როგორ ეუფლება არაწმინდა სული ადამიანს და პირიქით როგორ ტოვებს მას და როგორ ისადგურებს სული წმინდის მადლი ადამიანში. ეს წმინდა მამათა გამოცდილებით ნაკარნახები და აზრებია. ჩემი თხოვნა გაეცანეთ და სახელმძღვანელოდ გაიხადეთ. მაგრამ ჩვენ ეს არ გვინდა. ჩვენ თვალი გვიჭირავს თვით ეკლესიურ მორწმუნეებზე ერზე, სადაც განუწყვეტელი გართობა. ერის სხვას ვერაფერს ვერ მოგცემს, მაგრამ მე დიდი ფიასკო იმედის გაცრუება მოდის. ადრე გვიან სულს არ სულს წამდა არ წამდა, უნდა არ უნდა, ყველასთან მოვა სიკვდილი, როგორც ქართული ანდაზაოს, ეს ის აქლებია, რომელიც ყოველი ადამიანის კართან დაიჩოქებს. და როგორც უფალმა ამგვარად გამოხატა, მოვა ის ვინც სარგინდა მოვიდეს და გაგიყვანს იქ, სადაც სარგინდა გაყვეს და მონიყოს ბრჭენა იქნიოს და ტირილი დაუსრულებელი. სხვაგვარად ამას გენია ჯუჯუხეთი ქვიან. იქ უკვე ადამიანი ხდება უკვე თავისი თვალით, გონების თვალით ხედავს, აღიქვამს, ტირის განესწის, მაგრამ ვეღარაფერს ვეღარ ასწორებს. რამდენადაც ძვირფასია დედამიწაზე სინანული განცდა საკუთარი ცოდვების, იქ უკვე ფასი აღარა აქვს. აქედან ქრისტეს წმინდა ეკლესიიდან თუ აღუვლეს ვინმე ლოცვას, ან ჩაიდეს რაიმე სიკეთეს მის სულთან დაკავშირებით. არა განსადო უფალი ღმერთი შენი, ნუ გამოსდი ღმერთს, აქვე ისმინე, სინდისი მოგცა, გონება, განжის უნარი, რწმენა, საკუთარი ძე მხოლოდ შობილი, მადლისა და ეკლესიის მომტანი, შენთვის მაცხოვნებელისა. და შენ რაღაცა მაინც გაკეთე, რა, ერთადერთი რამ გევალება ღვთის წინაშე. გააკეთო სწორი არჩევანი, რასაც სინდისი, გონება, ქრისტე და მისი წმინდა ეკლესია მადლის სული წმინდისა კარნახობს, აი შენც ის არჩევანი გააკეთე. თუმცა უფალი რეგს შენი გულის კარს, ის არ გიმტრევს გულის ფიცარს, მაგრამ იცოდე,
რომ ადრე თუ გვიან წარდგები სამართლიანი მსაჯულის ქრისტე იესოს წინაშე. და იმდენად ახლო რომ მამება პუნქტუალურად გადმოგწეს საუკუნეთა წინეთ თუ რა იქნება ნიშნები მეორე მოსვლის ანუ საყოველთაო აღდგომის სამჟავროსი. კონკრეტულად რა ეს ნიშნები არის წმინდა წერილში და მამების წინასწარმეტყველებებში. განუწყვეტლივ ლამის გითარგმნით და გიქვეყნებთ. იქნებ ვინმე მაინც გაეცნოს და თუნდაც 100-დან 1 ადამიანი დაფიქრდეს. ლაკ კურსი ჩამესვის ჭეშმარიტების მტერი ჩამჩორჩოს. ახლა ისე შეგტკივა გული და რატომაც არა. თქვენ ახარ ჩემი ცხოვრება. ორი გზა მაქვს. დიდი ხანია, ათეული წლებია. სახლიდან, რომელსაც მცირე ეკლესია ეწოდება, დიდი ოჯახისკენ, ეკლესიისკენ და ეკლესიიდან უკან. არ დრო მაქვს გადახვევების, არც სურვილი. ადრე მithქვამს, რომ გავიმეორებ. ცდილობ სულ უფალთან ვიყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დამეავადა სხეული უკვე საწერი კალმის ჭერაც კი მიჭირს ხელში პოლიართრიტის გამო და სხვა, მე მაინც ამას ვაკეთებ. და რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა თუ ის ღმერთს არ ადიდებს. უფალმა მომცა და მას უბრუნებ. აი ორი კვირა ხომ გავიდა, 4 შაბათს არ შევდებ. მენატრებოდით და მხარო რომ ხედავთ. და თქვენ ასე ყურადღებით ისმეთ ღვთის სიტყვას. მე რა რომ სხვადასხვა სამრევლოებში დადიხართ. ჩვენ ერთი მოძღვარი გავს, უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ყველა მისი წმინდა და იდუმალი სხეულის ასონი ვართ, როგორც ღვთისმდიდრებული პავლე გვასწავლის. ბევრი თქვენთაგანის მეტადრე ადრები ახლები ემატებიან და ემატებიან, სახელიც არ ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს. ბევრი სახელი ვიცით, არანაირი ურთიერთობა არ მაქვს მისი არასწორი შეხედულებების გამო მასთან. და თქვენ ჩემთვის ყველაფერი ხარ, ერთი სახელი არ ვიცი ბევრი თქვენთაგანისა. დანარჩენი ყველაფერი საერთო გვაქვს. წმენაც, ნათლისღებად, ზიარებად და ასე შემდეგ. რაც დავარე თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე თანამამი და სული წმინდით უქმნით. ეს ყველაზე არსებითი არის. ეს არის სიბრძნის სასწავლებელი. ეს არის განსაწმენდელი ჩვენი სულებისა. პირველ ყოვლისა აქ იკვერება, იჭდება ქრისტიანის სული. ჩვენ რომ თავითვისი ცხონება შევძლებოდა, განა გაუგებარი არ გახდება მაშინ, რატომ მოვიდა ხორჩეცმით მაცხოვარი მე უფედიდებისა. დაინცრო თავითვით ანგელოზს და დაბლაც კი დადგა როგორც ფსალმუნში არის ნათქვამი და ესე იგი ნებსით მიიღო სიკვდილი მართალმა იოსო. ეს ყველაფერი მოიმოქმედა სწორედ იმის გამო, რომ თავითვისის ჩვენ ცხონება არ შევეძლო. ვინც ირწმუნებს იესო ქრისტეს, ამბობს იოანე მახარებელი, საყვარელი მოციქული ქრისტესი, ის საუკუნო ცხოვრებას დაემკვიდრეს. სხვა გზა, სხვა ცხონება, სხვა ჭეშმარიტება, სხვა კარი სამოთხის ხშირად გვითხოვს უბრალოდ არ არსებობს. მე ვარ ანი და ხოე, როგორც აპოკალიფსურ გამოცხადებაშიც გვეძრახება უფალი დიდებისა. დღესაც, როდესაც შევიკრიბენით ბეთლემის ღვთისმშობლის ხატის წინაშე, რომელიც წლების წინ დავაწერინე, გულთან მოვიდა ეს ხატი, მაშინ და ვაკურთხეთ ხაწერი რომ დაეწერა. ეხლა ღვთისმადლით ჟამი მოვიდა, ანუ კეთილი დრო და დაუჯდომელით შევადგინეთ. რა თქმა უნდა, ეს მახარებს, რომ ღვთისმშობელ დედას კიდევ ამგვარი დაუჯდომელით განვადიდებთ. ეს ახარებს მასაც. ეხლა რომ გითხრათ, რომ დედა ღვთის აქ არის ირწმუნებთ და რა უჩვეულო რა იქნება, რადგან მისგან ხორჩეცმული ღმერთი ამბობს, სადაც 2 და 3 ჩემი სახელით შეიკრება, მე შორის მათსა ვარ, ჩვენთან არის ღმერთი. აი ეს არის ყველაზე არსებითი. ეს გვიზიდავს დედა ღვთისა, რომელიც ჩვენ დედოფალია ზეციური და პატრონი ამ ქვეყნისა და სხვა პატრონი საქართველოს არასდროს არ ყოლია. ყველა გორქენდა და ჩვენს მიწებზე ეჭირა თვალი და ჩვენი ქართული მეობის გადაგვარებას ზარახავდა. თუ ენას გვართმევდა, თუ კულტურას, თუ დამწერლობას გვიბილწავდა, თუ სარწმუნოებას მართლმადიდებლობიც და ასე შემდეგ. მადლობა ღმერთს, რომ 10-ეულობით საუკუნეები განვლეთ და მოაქამონდე მოვედი და რა დაგემართათ ერთ-ერთ გამოცხადებაში ამბობს უფალი ქართველებს, როცა ამდენი ხანი იბრძოდით რწმენისა და მამულისთვის და ეხლა საღათას ძილით მიგერულათ, როგორ გაცვალეთ ქრისტე მამონაში. რატომ ხარ ასეთი ფულთმოყვარულები?
და რაც ხდება დღეს საქართველოში ყველაფერი ამით აიხსნება. აბსოლუტურად, და არა მარტო საქართველოს, არ დედამიწაზე. ფული მართავს ყველაფერს, ფული ტყიდულობები. გინდათ საიდუმლო გითხრათ. ერთ-ერთმა ეს არის ერთ-ერთი ბავშვის გამოცხადება, აც განსვენებულ პატრიარქთან გვისაუბრია ამაზე და პირადადაც გაეცნო ამ ადამიანს. ბავშვი იყო მაშინ. ეს და სხვა აქტიური გამოცხადებები მისი უფალმა და რეიგანმა დაიჩოქა, გახსოვთ თქვენი პრეზიდენტი ამერიკის. შენ თაყვანის გცემ ქრისტეს ეუბნება იმის გამო ერთადერთი ხარ ვისი მოსყიდვაც არ შემიძლია. მაგალითად დიდი რუსული იმპერიის პრეზიდენტი გორბაჩოვი დადაღული როგორც დანიელთან იყო ნაწინასწარი მოისყიდა მან და დაანგრია ეს იმპერია. დღეს ცდილობს ნანგრევებიდან აღზრდეს. მაგრამ ეს წარმატებით ყურებით ვქვით ეს ფსევდოლიბერალებმა რა დაემართება რუსეთს. ისეთი პატარა გახდება, როგორც იყო გვიანდელ შუა საუკუნეებში, როცა იმპერიული გაფართოება დაიწყო ომებით და დაპყრობა იმ ქვეყნების ვეება მიწები აქვს მას. და ამასაც არ ჯერდებოდა ეპოტინება მათ შორის საქართველოს ნაწილი, სოჭის ოლქი, ეხლა აფხაზეთი, სამაჩაბლო წაგლიჭა და თვალი უჭირავს კიდევ და არა მარტო მას რა თქმა უნდა, ოხრად დარჩება. ის რო დადგება და მალე აღსრულებული იყოს რუსი წმინდა მამის ეს წინასწარმეტყველება, რომ ეს იგი დიდი რუსეთი პატარა საქართველოს წინაშე მუხლებზე დამდგარი იყოს. და იმასაც დააბრუნებს, რაც წაუღია მანამდis. და დარჩება ცენტრალური რუსეთი, არსებითად მოსკოვის ოლქი, ზღვაზე ორი გასასვლელი, ბალტიის ზღვაზე და შავ ზღვაზე. სულ ეს არის დიდი რუსეთი. ეხლა აღმოდი დასავლეთზე თქვა მართალია ესენი გაღიზიანდებიან, თავიანთი ბოსების ქვეყანა. რა დაემართება ჩრდილო ამერიკას? უბრალოდ აღარ იქნება ალიასკის გარდა ამ კონტინენტიდან არაფერი. ორი ოკეანის წყლები დაანთქავს მას. ასეთია წინახე. იცით რა არის, აბასაც არ ჯერდებიან, აღშფოთებული არ, ვის უშფოთდები, სული წმინდას თუ წმინდა მამას. მისი უგუნურების სიღრმე. მეტი რა გითხრა? მეცვის, რომელიც კონკრეტულ ადამიანზე კონდეს რაღაც გულისხმები, რიცხვის და სხვა და ვის უმხედრდები? უფალ ღმერთს და მის წმინდას? ჩემს წინასწარმეტყველს ნუ შეეხებით, ამბობს უფალი ღმერთი ერთ-ერთი წინასწარმეტყველის პირით. და ვინ შეეხო, კარგად არავინ არ დაასრულა. მოკლედ თავს აღარ შეგაწყენთ, მეტადრე წინ გვიძევს ვრცელი დაუჯდომელი ღვთისმშობელ მარიამის მიმართ, რომელსაც ბოლოში სურს დაურთო გუშინ თარგმნი, ასე ვთქვათ, ექსპრომტად მოსწრებით წმინდა დიმიტრი როსტოველის ლოცვა. ეხლა ამაზეც აღჩოთდებიან. რატომ თარგმნის რუს მამას? ნუ ესენი არიან უგუნურები, უგუნურები, ამის იქით უგუნურება აღარ არსებობს. სული წმინდა ეროვნებას არ არჩევს. რუსია, ამერიკელია, ბალტიისპირელია, ქართველია თუ უკრაინელია, ამას არსებითი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში არ აქვს. მოკლედ არაჩვეულებრივი ლოცვა დიმიტრი როსტოველის, რომელიც ჩემმა გულმა თარგმნა, მინდა დაურთო დღევანდელ დაუჯდომელს ბოლო ლოცვას და თქვენს გაგაწყოთ თავის დროზე ეს დაიბეჭდება, რა თქმა უნდა. სხვათა შორის დიმიტრი როსტოველის 7 რიცხვედი ლოცვა, რომელიც ასე მოგწონთ, ჩვენ მიერ ითარგმნა საკმაოდ დიდი ხნის წინათ და არაჩვეულებრივი ლოცვები არის, რომელიც ავედრებს ღვთისმშობელ მარიამს საკუთარ სულს და ქვეყანას. აი ეს არის ის, რისი თქმაც დღეს მინდოდა მოვედით და ერთბამად ერთი სულითა და გულით შეურდეთ ძველ ქართულად ნიშნავს მუხლებში ჩაუვარდეთ ღვთისმშობელ მარიამს და შევავედროთ საკუთარი სულები, ოჯახები, სამშობლო, ერიშვილები, მათ შორის მოღალატეები პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა და სულიად ქვეყნიერება. ამენ. ვერ შემძლებელად კაცთა გონებაი განსტად განუსთელისა შობისა შენი საძალსა, რამე ღმერთი ხორჩესმული შენგანი შავსკორება ადამიანთა და აღმართნა დაცებული ხოლო უხსნელმა გახსნილი ხალხო ამისთვისავით ალელუია.
წყალწმიდა ღვთისმშობლის თაყვანისცემა წმინდისა დიმიტრი როსტოველისა. მოვედით თაყვანისცემ დედოფალსა ჩვენსა ღვთისმშობელსა, მოვედით თაყვანისცემ ქალწულსა მარიამსა დედოფალსა ჩვენსა ღვთისმშობელსა, მოვედით თაყვანისცემ და შეუდეთ დედოფალსა ქალწულსა მარიამსა ღვთისმშობელსა, თაყვანისცემ ჩვენ ყველა წმინდა ღვთისმშობელო, შობითა შენითა ჩვენთვის ნაცვლისა ჭეშმარიტებისა გამომაცხადებელო, დედოფალო სათა და ქვეყანისა უსასოთა სასუებაო, შეუწემელთა შენწეო და ყოველთა ცოდვილთა შუამდგომელო, შენმე დავიფარე და მეყავ ყოველთა ძვირ შემთხვეულობათა და იწროებათა შინა, სულიერთა და ხორციელთა და მე გევედრები წინამდგომელ წმინდათა ლოცვათა შენთა მიერ, თაყვანისცემ შენსა უცოდველსა უცლადღებასა და შობასა შენთა წმინდათა მშობელთა იოაკიმესა და ანნასაგან და გვედრი შენ დედოფალო ჩემო, მომეცმე უცოდველისა ცხოვრებისა დაწყება და აღძრად შორის შენსა სინანული, თაყვანისცემ შენსა მოყვანებასა ტაძრად უფლისა, 3 წლისა ყრმისა და გევედრები შენს ნათელო ჩემო, ლოცვითა შენითა ტაძრად სულისა წმინდისა, თაყვანისცემ ხარებასა შენსა ყოვლა წმინდაო ქალწულო, რაჟამს მოქმედებითა სულისა წმინდისაითა, სიტყვისა მთავარანგელოზისა მუცლად იღე სიტყვა იმამისა და გვედრი შენ ნათელო ჩემო, უსასოფლილსა მახარე ცხოვრებაი, თაყვანისცემ შობასა შენსა რაჟამს ხორცნი შეისკნა შენგან და სოფელსა უშევ ქრისტე მაცხოვარი და იქმენ დედა ღვთისა ყოვლითა კბილებითა დიდებული კბილი და აღმაღლებული და გვედრი შენ ნათელო ჩემო, დედად მოწყალებისად გამომიჩდი 10 საუკუნესა მომავალსა, თაყვანისცემ განწმედასა შენსა უწიბლო, უსაცდურო, უხრწნელო, ყოვლადწმიდა და გვედრი შენ ნათელო ჩემო, განწმიდე მე ყოვლისაგან წიბლისა ხორცსა და სულისა ლოცვათა შენთა მიერ, თაყვანისცემ და პატივსცემ ტკივნეულობათა შენთა, რომელიც შენ დაითმინე ჟამსა ნებსით ნებათა ძისა შენისათა, რაჟამს აღესრულა წინასწარ მეტყველება ის სვიმეონისა, თვით შენსაცა სულსა განვიდეს მახვილი და გვედრი შენ ნათელო ჩემო, ხორციელთა და სულიერთა ტკივნეულობათაგან მიხსენმე, თაყვანისცემ შენ დედოფალო შენისა სიხარულისა მომხსენებელო, რომელიც გაგდა ჟამს აღდგომისასა, ძისა შენისასა და გვედრი შენ ნათელო ჩემო, დააცხრევ ნებანი ჩემნი ხორციელი შეწევნითა შენითა, ყოვლადწმინდაო დედოფალო ღვთისმშობელო, მიითვალე მცირედი ვედრება იესე და მიაკ ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, ეგრეთ მიხსნას და განმანათლოს შენთვის შენისა ყოვლადწმინდისა ხატისა მჭვრეტელი, ვითარცა ჭეშმარიტსა ღვთისმშობელსა ჭვრეტ სარწმუნოებითა გულისაითა და სულიერთა სიყვარულითა შეგივლები, თაყვანისცემ შენ ხელთა შენთა ზედა პრობილისა წინა საუკუნოთა კრმით უფლისა იესო ქრისტესითა, პატივსცემ შენ და გევედრებით სემლით თვალთა ზედა დამფარებე საფარველითა შენითა მტერთაგან ხილულთა და უხილავთა რამე თუ შენ შეგიყვანიეს ნათესავი კასაი სასუფეველსა სათასა. ამენ. მე გამოგჩა საუბარში ვერა როცა შემომთავაზეს მას გამსაშინა ჟურნალის სანახები იყო მოსული თითქოს სიმპათიები განშალო და ასე შემდეგ თითქოს მოწმე და აი ვიცით რომ რეალური გეგმები არსებობს თქვენი ფიზიკურად მოსვლა რამდენიმე გეგმა არსებობსო მდლობიდან დაყენების კახეთში გადასახლების ან ფიზიკურად განადგურების და სადაც ზვიადი არ დაინდეს არჩენ მოგერიდებიან ეს მისი სიტყვებია და ჩვენ შეგვიძლია ოჯახი თურთ გაგიყვანოთ უცხოეთში გამეღიმა და პირდაპირ ქართველი ვარ პირში თქმა გვეყვარს თქვენზე გინდათ მეთქი რომ აქედან გავიდე მაგრამ მე გარმოხდება ძალით შეგიძლიათ გამიყვანოთ მე ჩემით არ ვაპირებ მეთქი და დამაკლეს რამე დაცულს და დაფარულს ღმერთი იცავს და იფარავს. რა თქმა უნდა, განსასწრებელში შეიძლება შეგვიძლია მოვეკალე კიდეც, მაგრამ არინება უფალმა და ღვთისდედამ და ჩვენ ყველას ეგ უნდა გვწამდეს, რომ რუსეთის ხელში კი არ არის ჩვენი ბედი, ამერიკის სისულელეებია. ამაონი არიან. გადასარჩენა თვითონ ექნება თავიანთი ქვეყანა და თავი. ღმერთს უნდა მივეწებოთ. და გვწამდეს ღვთისმშობელ მარიამის საფარველისა, ჩვენი დიდი წინაპრების ლოცვისა. აი როგორც ფსალმუნშია კარგად ნათქვამი
მტრებზე. ისინი ეტლებითა და ისინი ხუნებითა, თანამედროვე რომ თარგმნოთ, ისინი სუპერ ტექნოლოგიებით, დიდი ჯარებით, შენაერთებით, ხოლო ჩვენ სახელითა, უფლისა, ღვთისა, ჩვენისათა აღზგებით და აღვემართებით. ამენ. ამით გასულდა ლოცვა დაუჟდომელი საგალობელი საფრთხე მარიამის ბეთლემისა წინსრებით არის რა დამდეგ პარასკევს საუფლო საფრთხეშობლო დღესასწაული მიძინება ყოლაწმინდა საფრთხეშობელისა მარიამისა წინსრებით გილოცავთ ღვთისმადლით გულშინვე დავიწყეთ თარგმნა ერთ-ერთი ხომად განათლებული და ღვთისმოსხავი მდელთავრის ილია მინიატისის სიტყვისა ღვთისმშობლის მიძინებაზე იმედი მაქვს ჩვენი ლოცვებით ღვთისმადლით დასრულდება დღესვე დავასრულებ რომ მომზადდეს დასაბეჭდათაც და მიძინება დღეს თუ მშვიდობით და ცოცხლებით ვიქენი გაგაცნობთ ამ ამაღლებულ სიტყვას თავად მიძინებაზეც ვისაუბრეთ რაში მდგომარეობდა რა ღრმა აზრი ჰქონდა ღვთისმშობლის მიძინებას და მეორეს მხრივ გაგაცნობთ სიტყვას ილია მინიატისისა ერთმანეთ დაგლოცოთ, გაგამხნევოთ და მფარველობა ღვთისმშობელ მარიამისა თქვენ და სულიად საქართველოს მართლმადიდებულ სამყაროს არ მოუშალოს. ამენ. შემახსენა მამა გაბრიელის დაბადების დღე არის. ერთ-ერთი ტაძარი ამ 4-დან მამა გაბრიელის სახელობისა და ლოცვის მერე ჯვარს ვემთხვევით განსაკუთრებული გულით მოილოცეთ მამა გაბრიელის ტაძარი და თავად მის ხატთან ილოცეთ. შეგახსენებთ როგორ აშენდა ეს ტაძარი, აქადრე იყო რკინიგზის ძველთაძველი შენობა. მერმე მოხდა ისე ღვთისმადლით რომ ჩემამდე ვინც იყო წინამძღვარი მოახერხა და ეს შენობა დაათმობინა გამგეობას გადმოგცეს მაშინ ეს მოძრაობა დაწყებული იყო ეკლესიებზე ტერიტორიების გადაცემისა ძველი შენობებისა და მოკლედ თავდაპირველად იდგა ეს შენობა სატრაპეზოდ ვიყენებით მაგრამ მერმე ესე იგი როგორ და რანაირად უფალმა და თავად მამა გაბრიელმა იცის მისი ნება იყო ღვთისა და მამა გაბრიელის პატრიარქსაც ვიახლე და სხვა აი დღეს იქ აშენდა ეკლესია და ესე იგი პროექტის ავტორი ყველა ამ სამი ტაძრის 4-დან არის არჩილ მინდიაშვილი აც გარდაცვალებული ნათელში იყოს მისი სული ჩვენი მრევლი იყო უწინდა სხვა და უსასყიდლოდ გადმოგცა ყველა ეს პროექტები და პროექტის მიხედვით აღდგომის ტაძარი უკვე აშენებული იყო იქითა განყოფილება უნდა ყოფილიყო ტაძარი საკუთრივ მამა გაბრიელის სახელზე შუაში შემაერთებელი კორიდორი უნდა ყოფილიყო მაგრამ როცა ესე იგი ჩვენი მრევლი აშენებდა ჩვენი კურთხევით როცა მივიდნენ საკურთხევლამდე და იქით უნდა ყოფილიყო ძალიან პატარა ეკლესია გამოდიოდა მამა გაბრიელის მშენებლებმა მისცეს საზომ და თორნიკებ რომ ბუნებრივად თითქოს რომ საკურთხეველი იქ კი არ იყოს არამედ აქ იყოს არა როგორც პროექტში არამედ როგორც აქ არის როგორც იყო და როდესაც მაგათ ეს თქვეს უცბად გამინათდა გონება არა მარტო იმის გამო რომ ტაძარი ფართო შეიქმნებოდა მოსახერხებელი წირვა ლოცვისთვის და მრევლის დასადგომად არამედ პირველისა იმიტომ რომ იქ როცა იყო რკინიგზის შენობა იდგა მაგიდა მახსოვს ცისფრად შეღებილი ძველი ხის მაგიდა აქ რუსები იყვნენ ამ პეტრე პავლეს ტაძარს დაუფლებული მემკვიდრეობით მივიღეთ ეს ფერი და ეს მაგიდა მოკლედ უყვართ ცისფერი ფერი მოკლედ რო ვთქვათ აი მაგიდასთან მჯდარა მამა გაბრიელი აი ეს მომაგონდა როცა ეს მითხეს ჩვენა ბიჭებმა მშენებლებმა მრევლმა კერძოდ როგორ მოხდა ერთხელაც მაშინ ერთი ტაძარი ჰქონდა პეტრე პავლესი ძველი ტაძარი და აღსარებებს ვიღებ დილის 9 საათი ხდება და ახლა დიდი მრევლი მყავდა უფრო ბევრად დიდი ვიდრე დღეს მყავს ვეღარც ვიღებ პრაქტიკულად ასაკის ავადმყოფობის გამო ამდენს და ერთი სიტყვით მოულოდნელად დაიძახეს მამარჩილ სტუმრებს იღებო რაღაც მეუცნაურა ხმა მაგრამ ვერ მივხვდი ვინ იყო გამოვედი ტაძრიდან გადმოხედე მამა გაბრიელია ბანცალებს ქანაობს თითქოს ნასვამია და 7-8 ადამიანი ახლავს ძირითადად დედაკაცები და ჩანთებით არიან დაგრუზულები როგორც თქვენ იტყოდეთ ჟარგონით სტუმარი ღვთისაა მეთქი მამა გაბრიელ და მივედი მე ვიამბორეთ ერთმანეს კურთხევა ავიღე და ეხლა მე შენთან უნდა ვიქეიფო ვიხარი კეთილი და პატიოსანი აი მოვჭები ამ ახსარებას მეთქი დანარჩენს თხოვრო დამელოდონ და ჩამოვალ მეთქი
ეკონომოს დაუძახე, სასწრაფოდ რაც გვაქვს გამოიღე, ყველაფერი დააგე, ესენი ამოალაგებენ ჩანთებს და ასე შემდეგ. მაგიდან დაიდრიკა, იმდენი იყო. ქართული სუფრა გაიშალა, მოკლედ რო გითხრა და გასაგებად. ხო და რო ჩამოვედი ეს ყველაფერი გააწყვეს და ლოცვას თქვიო, მითხრა მამა გაბრიელმა სუფრა მაკურთხებინა და მე მეუბნებაო. თამა და მე ვიქნებიო, რა თქმა უნდა, სალოსურად დაიწყო ლაპარაკი. კეთილი მეთქი, რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია მეთქი. ნუ დავსხევით რაღაც და შუა საუბარში თითქოს შეეთვრა და ასე შემდეგ. ორი დაიწყო მე თანამეინახეების ღეგზელობა ქართული ტრადიციით. ძირითად სახელმწიფოს რომ მორჩა და რომელიც იყო სალოსობა, წინასწარმეტყველება, ეს მე გეხსნებოდა გონება, რაზე ლაპარაკობდა. ხიხი, ხახა, ვიცინოდით, მაგრამ რომ წამოვიდოდი, ვერ ვხვდებოდი, თურმე ჩემზე ლაპარაკობდა, ყველაფერი მითხრა. ჩემი ესოდო ამ იდრეკილებები, ოჯახში როგორი მდგომარეობა აქვს, აი კონფლიქტი მაქვს და ასე შემდეგ და მე ამოტივდებოდა გონებაში. ამას სისულელი საბურველში ახვევდა ხოლმე მამა გაბრიელი, ჩემ თავზეც გამომიცდია. და მოკლედ რო ვთქვათ, ორი ქალბატონი ჯერი მოვიდა, რიგი ასე ვთქვათ. და ისეთი ფილწის სიტყვებით შეამკო, რომ ვერ გავიმეორე. არა იმიტომ რომ მასზე წმიდა ვარ, რომ სიტყვილია, მაგრამ ის სალოსი იყო და ქონდა ამ წმინდას ეს კადნიერება. ესენი ციცინია, ხითხითებენ, მაგრამ ძალიან საძაგელი რაღაცები უთხრა. ნუ გულში განვიკითხე, ალბათ იქ ბევრმაც. და ქონდა რა ჩვეულება რომ თვეში ერთხელ ორჯერ ჩავდიოდი სამთავროში ივერის ღვთისმშობელთან ლოცულობდი პარაკლეს ვიხდიდი მე მამა გაბრიელთან ავდიოდი ვსაუბრობდი და მლოცავდა აღარ მივდიოდი მასთან ერთხელაც რომ ჩავედი ვახურის ხანებში მამა გაბრიელი გამოვიდა და რატო არ ამოდიხარო არჩილაო უდელს არ მეძა არჩილა რატო არ ამოდიხარო ჩემთან ჩხარო მეთქი ტაძარში თავი დაუკარი წამოვედი და 2-3 კვირის მერე რომ კიდევ ჩავედი როცა მორჩი ლოცვას გამოვედი იდგა კოშკის წინ და ტიროდა ცხარე ცრემლით. ცრემლის დიოდა. აღარ გინდაო შენი მამა გაბრიელიო, რატო აღარ მოდიხარო? ამოდი არჩილა ჩემთან. მოვიბოდი შენ, წამოვედი ისე. ბრევლი მელოდა, მართლა მელოდა, მაგრამ რა საბაბია ეს? და მხოლოდ მე რომ გავიგე, რომ მომაკვდავია მძიმედ არის, ჩამოვედი მასთან, ხილი მოუტანე, რისი ხილი, ესე იგი დედა პარასკევამ თქვა, ერთ ყოსაც ვერ შეხვრიფავსო, სულ სისიაო. თან წყალმანკი ქონდა, დიაბეტი, მენჯი მოტეხილი და კბილები აღარ ქონდა თუ გახსოვს და სხვადასხვა ახლა აღარ მინდა ამ ყველაფერს მოყვე ის სასწაულიც გახსოვთ რა წყალი როგორ დაიშო ექიმი მოვიდა მეორე დღეს უნდა ამოუღო კავკასიელი თქვენ ხალი ხო ნანახი გაქვს ფილმი დიდი შპრიცი რო არის იმით უნდა ამოიღო მოვიდა კაცო და დაჩუტულია პატარა მამა გაბრიელი გამხდარი ისე როგორც წყალი რა იქნა და ფაფუ უთხრა სალოცურად ჩაეძია რა იქნა და როგორ მოირჩინეო სული წმინდა მაიღო და დამთავრდა ამით საუბარი მოკლედ ჩავედი ვისაუბრე თითქმის 3 საათნახევარ 4 საათამდე თვითონ მესაუბრა ძალიან გაეხარდა რომ მივედი შენდობა ვთხოვე ჩემი უგუნურებისთვის და სიფიცხისა ეხლა მამა გაბრიელს რა უთხარი კენაბილწობა რომ დაიწყო დედაკაცებთან მიმართებაში ეს წამოვდექი უკმაყოფილოთ და ამაყა თქვი ეს უკვე აღარ არის სალოსობა ეს ენაბილწობა საზვერეც კი არსებობს სოცი საზვერე ჩვისავლება დაუწყე და კი არჩინა მართალი ხარ მართალი ვიღმეოდა მაგრამ ის ენაბილწობდა იმ დედაკაცებთან მიმართებაში და ეხლა როგორ ახლა 2 წლის შემდეგ ერთი მათგანია როგორც შევიტყვე ერთ ბერს ცნობილ ბერს შეუვარდა გაშიშვლებული და უთხრა რატომ არ გინდივარ და მე ამომიტიპებდა თურმე რაზე ლაპარაკობდა მამა გაბრიელი ნუ ერთი სიტყვით ასე და ამგვარად ეს რომ ომაგონა მეხსიერება გადაწყდა საბოლოოდ თუმცა პროექტი იკითხოდა რომ აქ აღმართული იყო საკურთხეველი და როგორც ხედავთ იქ არის სწორედ აღმართული და ვფიქრობ მამა გაბრიელი დრო და დრო სტუმრობს ბევრი მაგიდებ სათქმელი ზოგი დავწერე უფრო მეტი ვერ დავწერე სიბრძნე ის კი არ არის ესაა განდეგილი ამობს რა სიტყვი იცოდე როდის სხვა და როდის არ თქვა აბა ღმერთმა დაგლოცოთ მამა გაბრიელის დაბადების დღესაც მამა გიორგისთან ერთად გილოცავთ მისი ლოცვა მეოხება არ მოკლებოდეს სრულიად საქართველოს საქრისტიანოს როგორი თაყვანისცემა ხო ხედავ ჩვენი დროის ერთ-ერთი უპირველესი და უდიდესი წმინდანი შეიქმნა ასეთი იყო რომ აღიარება მოხდა მისი სხვა ქვეყნებში ათონზეც გამოცხადება მისი სასწაულებრივი კურნებები შეწევნანი და მახარებლობანი და უამრავი ტაძრების შენდება მის სახელს დიდება და მადლობა უყავს ყველა ეს ტაძარი მამა გაბრიელს ყველა წმინდანი არის ღვთის სადიდებელი და მადიდებელი ამენ